თუმცა მე მგონია მაინც თეორიულად არ არის ბოლომდე გარკვეული, რომ რატომ არ შეიძლება საქმე გქონდეს უნიკალურ გმირთან და არა მაინც და მაინც გარკვეულ ადამიანურ ტიპთან და იმავდროულად ეს უნიკალური გმირი იყოს მოქმედების აგენტი, ანუ მოქმედების საწყისში მასში იყოს. თეორიულად რომ ვთქვათ, ამაში არავითარი წინააღმდეგობა არ არის, რომ დაუშვათ ისეთი პერსონაჟი, რომელიც სრულიად უნიკალური, სრულიად მისთვის, მარტო მისთვის, უნიკალურად მისთვის ნიშნეული მოტივებით მოქმედებს. ერთი აქ რა პრობლემა წარმოიშობა, ერთი წარმოიშობა პრობლემა გაგების. იმიტომ რომ როგორც არისტოტელე ამბობს მეტაფიზიკაში, შეუძლებელია კონკრეტული და უნიკალური შემეცნება. ჩვენ ვთქვით რომ რაციონალური უნდა იყოს, ხო? ესეთი მოქმედება არ იქნება რაციონალური. რატომ? იმიტომ რომ გაგება ნიშნავს იმას, რომ გამგებს, გაგების აქტსა და გასაგებს შორის განსხვავება არ არის. ანუ ეს სამივე ემთხვევა ერთმანეთს. ანუ მე როგორც გამგები, როცა რაღაცას ვიგებ და თვით გაგების პროცესიც უნდა იყოს ერთი. თუ სხვა არის, თუ სხვადასხვა, მაშინ ვერ ვიგებ. და უნიკალობა per definitionem ნიშნავს იმას, რომ განუმეორებელი, ესე იგი, ეს მოტივი თუ რაც არის, ესე სუბიექტური მოცემულობა აგენტში, მხოლოდ მისთვის არის ნიშნეული და პრინციპულად შეუძლებელია, რომ გაიზიაროს ვინმე სხვა. გარდა ამისა, ეს არის მხოლოდ შესაძლებლობა, მაგრამ ცალსახად ობიექტურადაც კი, აი სუბიექტურ მდგენელს თავი რომ დავანებოთ, ობიექტურადაც კი ვერავინ ვერ იტყვის და შეუძლებელია ობიექტურად იმის თქმა, რომ მოქმედების მიზეზი თვით აქტორში, აგენტში თუ სადმე სხვაგან. მაგალითად, ახლა არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ფიზიკურად, ხო? მაგალითად, სნეოლებამ გააკეთებინა ვიღაცას რაღაცა. გასაგებია, რომ მენტალური სნეოლება ადამიანის შიგნით არის, მაგრამ როგორც მოქმედების მიზეზი არ არის ამ შემთხვევაში თვით ადამიანის, იმიტომ რომ მასვე სნეოლება არ ქონდეს, ან ეპილეპტიკური გულყრა არ დამართო და ამას თავისინებით არავითარ შემთხვევაში არ იზამდა. ან გაუჩნდა დაუოკებელი ვნება და ვნების ტყვეობაში მოექცა. რაღაც თვალსაჩინო თითქოს ვნებას ადამიანს თანსდევს, მაგრამ გასაგებია რომ როგორც მოქმედების მიზეზი მისი არ არის. მასზე თამოხვეულია. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფიზიკურად მასში იქნება თუ ეს სტიქია იქნება ან სოციალური ფაქტორები, რომელიც აშკარად ფიზიკურადაც გარეთ არის. ანუ თუ ლაპარაკობთ უნიკალურ პერსონაჟზე და უნიკალურ მოტივებზე, ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახად ობიექტურად ვთქვათ, ობიექტურადაც კი რომ თავი დავანებოთ შემეცნებით მდგენელს, ანუ რამდენად გასაგებია ეს ყველაფერი, ანუ გაუგებარი მაყურებლისთვის ან მკითხველისთვის, ობიექტურადაც შეუძლებელია დანამდვილებით თქმა, აი მოქმედების საწყისი სად არის თვითონ პერსონაჟში თუ სადღაც სხვაგან, ეს ნეოლება, სოციალური ფაქტორებია, ჩაგონება, ფიზიკური იძულება თუ რა. ესე იგი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არა იმდენად ტიპოლოგია მნიშვნელოვანი არისტოტელესთვის, არამედ თვით მოქმედების საწყისის ურყეობა, მდგრადობა. კერძოდ რომ მოქმედების საწყისი პერსონა დრამატისში უნდა იყოს თვითონ აგენტი და არ უნდა იყოს ეს მოქმედების საწყისი, მოქმედება არ უნდა იწყებოდეს სხვა გარეშე ფაქტორებისაგან. არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად ეს იქნება თვითონ მომქმედში თუ სადმე გარეთ. აი ეს გონია კონცეპტუალურად და თეორიულად ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა და არისტოტელე რომ ამას არ შლის, არ რეფლექსირებს ამაზე. მე მგონია, იმიტომ რომ ეს მაინც და მაინც დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას არ მოითხოვს
და ისიც თითქოს გასაგები უნდა იყოს, რომ ამ შემთხვევაში ცნებები, ტიპოლოგია და მოქმედების საწყისი გახლავთ ეკვივალენტური. ანუ ერთი და იგივეა. თუ ჩვენ ლაპარაკობთ მოქმედების საწყისზე, რომელიც არის ურყევი, გრადი, რაც არის ზნე, აი უსტოი, ხო, ეს კარგი სიტყვა უსტოი, ის იგი რაც დგას, რასაც ვერაფერი ვერ შეარყევს. შეეფერება ზუსტად ადამიანურ ტიპოლოგიას და პირიქით ადამიანური ტიპოლოგია გულისხმობს იმას, რომ მოქმედების საწყისი არის გმირში და არა სადმე სხვაგან. რასაც ვერ ვიტყვით უნიკალურობას. აი უნიკალურობა გაურკვეველია. შეიძლება თეორიულად ჩვენ დაუშვათ, რომ მხოლოდ მასშია ეგ ყოველთვის დარჩება იდუმალებად, რაც შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. მაგრამ ვერასდროს ვერ გვეცოდინება ასეც კი რომ იყოს, რომ საწყისი უნიკალურ პერსონაჟია. და ობიექტურად უნიკალობა იმას ნიშნავს, რომ არ ვიცით და უცნობია ობიექტურადაც. არ ვიცით იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით მარტო. იმიტომ რომ ობიექტურადაც უცნობია. შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება ისეც იყოს. აი ეს მნიშვნელოვანი დათქმა ძალიან ბევრ ამის განაპირობებს არისტოტელეს თეორიაში ტრაგედიის შესახებ.